მოგესალმებით კაი ხალხს. მოკლედ ახლა მეგობრებო, კიდევ ვიმყოფებით ჩვენ. აი ამ ცნობილ ხიდზე, სადაც კიდე ერთი მაგარი დრაგი უნდა ჩავატაროთ რა. ჩემი გაუმარცხებელი ტევერანი ყველა მიცის. ძალიან ბევრი სკუტერი როყავს გამწარებული და ახლა როგორც იქნა ერთ პიროვნებას ყელში ამოუვიდა. მართლა ყელში ამოუვიდა ამისი თარეში, ასე რო თქვა და მითხრა წამოდიო რომ აი უნდა დაგიდგე და ჭკუა უნდა გასწავლო რა ხო და აი როგორც იქნა აი ამ ბიჭმა მოიცალა რა მოიცალა აი გეტერმა მოიცალა და ეხლა საღამოს პერიოდია და უნდა ჩავატაროთ კიდევ დრაგი აი მაგის პატრონი არის ეს ადამიანი სერგო ვინც არის ის გაიცანით აი ამ გეტერის მფლობელი და ეხლა მე და სერგო გავიზიარებთ დრაგს. წინაზე დავამთავრეთ. რა ქვია, ეს მოუძე არ დავდგანვართ, იმიტომ რომ ბატარეები ძალიან მაგრად დაგვიჯდა. იმიტომ რომ მე GoPro-ს დაგვიჯდა და მთელი ამბები. ნუ მოკლედ ეხლა მოვიცალეთ და ეხლა უკვე თავის მაქსიმალურ შესაძლებლობას გაჩვენებთ აი ეს მონსტრი. ნახოთ რა იქნება. ორიოდე სიტყვა ჩვენ ძმაც გვეტყვის. ანუ მოგრედ ეს ტევერანი ასწრებს ნებისმიერ ანუ 11000 ვატამდე სკუტერებს რა ნებისმიერი დუალტონი ვისაც ყავთ თუ ყავთ ან აპირებთ ყიდვას მოდით და დაუდექით და თქვენ თვითონვე დაწმუნდებით რომ ტევერანი ასწრებს ნებისმიერ დუალტონს ნებისმიერ სხვა ბრენდის სკუტერს უბრალოდ ეს არის GTR-ი ანუ 13440 ვატი აქვს პიკური და მაგის ხარჯზე GTR-ი გადის წინ რა. ეს ჩვენი დაიწერეთ. მოკლედ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და ნახოთ რა მანძილით გავაწიენ GTR-ი. ხო, დაახლოებით 400 მეტრი იქნება ჩვენი დისტანცია. ეს ხიდი როგორც გავზომეთ აი ამ წერტილიდან აი სადაც გადასასვლელი არის ზებრა არის დახაზული აი მაგედან ჩვენ სტარტამდე სადაც ბოდიში სადაც უნდა გავჩერდეთ არის დაახლოებით 400 მეტრი მთლიანად არის 500 ამიტომ ერთი 100 მეტრა ყველა შემთხვევაში გვინდა რომ რეაგირება მოვასწრო და გავაჩეროთ რა მოკლედ ეხლა ცოტა ხანში გავემზადებით ჩვენი ძმა მოვა კიდე თემოს ველოდებით თემო მოვა თუ არა დავიწყებთ გადაღებას ხო გადავიღებთ რა თქმა უნდა GoPro-თი და თემო გადაგვიღებს ტელეფონით. ნუ ასე ვთქვათ ორი კადრი იქნება, ორი იმით რა ქვია, ტელეფონთან და GoPro-თი გადავიღებთ მოკლედ რა ბევრს აღარ ვილაპარაკებ. კაი, ცოტა ხანი ახლა დავისვენებთ, დაველოდებით თემოს და შევუბერავთ. ესეც პირველი ჩვენი დადგომა. ახლა ველოდებით ჩუქნიშას. აინთება ჩვენი რო სრულიად დაცარიელდება ეს კონკრეტული მონაკვეთი და მე დავდგებ. აბა ნახოთ. თემო გველოდება ზუსტად ფინიშის ხაზზე. ანუ თემოს სკუტერი სადაც არის დაყენებული, იქ არის ფინიშის ხაზი. აბა ნახოთ რა იქნება.
მოკლედ მეგობრებო, რა უნდა თქვა რა, ცხოველი არის. ამართლებს თავის რა ქვია, შესაძლებლობებს რა. მაგრამ ეხლა მაინც კიდე ერთი პატარა ჩელენჯიც უნდა გავაკეთოთ. ვინც არ იცის, სერგო, შენ უფრო უკეთ გეტყვი. რა აქვს შენ სკუტერს? ორჯერ კლიკს გულისხმობ. ორჯერ კლიკის მერე, ანუ ითვება აი ზუსტად 13440 ვატი რა. კი ბატონო. მან ეგ ყენდება, როცა მარტო S mode-ს აკეთებს, ხო და ეხლა შევთავაზე კლიკის გარეშე, ანუ მარტო S mode-ის დაყენება. ეხლა ვნახოთ აბა რა იქნება. გამარჯვებული რა თქმა უნდა არის აი ეს მონსტრი. всё. ჩემა გადაინაცვლა ალბათ მეორე ადგილზე, თუ ვინმე სხვა არ გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ აჩანს სურველი. ნუ პირველ ადგილზე უკვე აი ეს მონსტრი არის მეგობრებო. ხო, ეხლა წავალთ ერთხელ კიდე და მე მეც უნდა გავტესტო ეს. მეც დავდგები აი ამ სკუტერზე. ო, თემოთ ჩვენთან ერთად არის Dualtron Thunder 3. ყოველთვის ჩვენთან ერთად არის ხოლმე ეს მაგარი ადამიანი. ეხლა ცოტას დაამატებს სერგო საბურავს და გავალთ კიდევ ერთხელ. ნან საბოლოო ჯამში ორჯერ ან სამჯერ იქნება და მე დავამთავრებთ მეგობრებო ამ რბოლას. გამარჯვებული. Cabo Wolf King GTR. ეს სერგოა. ანუ შეხედო. ჩემთან ხო არის ეკო პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ხო? მეხუთეს მე არის სპორტი, ხო? წესით ზოგადად ჩვენ ხო ვიცოდით, რომ სპორტ რეჟიმზე თავს ტიპუს 13440. კი ბატონო, თავს. სტარტიდან 90-მდე მიდიხარ პიკური სიმძლავრით, მაგრამ 94-მდე როგორც კი ადის ხელებში გზნობ დატყმას, ანუ კონტროლერი აწვის ინფორმაციას, რომ всё, შეიზღუდა, ეგ არის ტოპ სპიდი. ანუ 90-მდე სანამ მიხვალ, უნდა ჩააჭირო ორი კლიკი, ანუ დაბლ კლიკი უნდა მისცე, ხო, ანუ მიდიხარ, წკაპ, აი მაშინ ზნის ტოპ სპიდს, ანუ 128-მდე შორ მანძილზე. აი ეგ იყო და ეგ რა იდოქში რა. ეხლა გავაიკვირეთ სურიალ ბოლომდე რა. ეგ იყო რაც იყო საჭირო. რაც იყო. 90-ზე, ხო? 90-ზე რომ დააჭიროს, კიდე ბევრად წინ გავა რა და ხო და ეხლა ისევ მაგას დავტესტავთ და ნახავთ. 1-2 წუთი შევისვენო და ზუსტად 90-ზე დააჭერს ორ კლიკს და ნახოთ უკვე რამდენით წინ გავა. რო აქ გამია გაი ნათების ესეთ სიმსივე მაგარი სიდიზე. მას რო 105.6. იმას რო ისეთი. Astra. ცირა გამოვიწერე კიდე. აი ლაზერი როა. და უკან ამას უგინათებს სოფია. აშენებდა ეს შეგვიძლია. ჩამოსული და საკუთარი და ეს გზა არის მეგობრებო ჩვენი დრაგი, სადაც ვაკეთებთ ხოლმე დრაგებს. რა თქმა უნდა, ხელს არავის არ უშლით. ისეთ მომენტებში ვიძრებით ხოლმე, რომ აბსოლუტურად მთელი გზა დაბლოკილი არის. არ ვაშავებთ იდეაში არაფერს. მანქანას არ უშლის ხელ, არ ვუშლით ხელს, რაც თავარი. ეხლა კიდე ერთხელ წავალთ. გატესტავს კიდე სერგო 90-ზე ორჯერ კლიკს და მე უნდა შევცვალოთ სკუტერები. მე დავდგები GTR-ზე და სერგო დადგება Supreme-ზე. ნახოთ. სამ სიგნალზე. სამწუხაროდ მანქანამ შეგვიშალა ხელი. არა უშავს.
ნუ საბოლოო შედეგები ნახეთ რა მეგობრებო, მოკლედ მონსტრი არის აი ეს GTR-ი. ეხლა შევიცვლით სკუტერებს, ხოლოდ ერთ დრაგს გავაკეთეთ მარტო. სერგო დადგება ტევერანზე, მე დავდგები GTR-ზე. და ეხლა ვნახოთ აბა რა შედეგით დამთავრდება. ნუ ყველა ვიცით, მაგრამ საინტერესო იქნება მაინც. კაი, ერთსაც წავალთ ეხლა და მერე უკვე დავამთავრებთ ჩვენ დრაგს აქ. მაგ ერთიანზე საერთოდ არ დაძრავს რა. ორიანზე უნდა დააყენო. ორიანზე ან ეკოზე. არა, ვაფშე ვერ წავა. მაგას წასვლა არ ქვია, აი გაატარე. გაატარე, მაგას წასვლა არ ქვია, გაატარე. ეგ რა არის? მიმიში ეს კუბუკია მალე გადავდიო. ეგრევე სპორტი თავი. ხო. დავდე. აფადაკა. ნუ მოკლედ მეგობრებო, ესე დავამთავროთ ჩვენი დრაგი რა. ჩემპიონი დაუმარცხებელი ჩემპიონი კაბო ვულფ კინგ GTR-ი. ვისაც სურვილი გექნება და ვისაც ყავთ ძალიან მაგარი სკუტერები, რა ვიცი. ვინ შეძლებს და ამას აჯობებს? ოღონდ რა თქმა უნდა, უნდა იყოს ყველა სტოკი, არანაირი გაძლიერებული. რა იქ დამატებული კონტროლერები, იქ რაღაცა. მაგრამ სადღაც 15000 ვატამდე თუ ვინმეს ყავს შემთხვევით, კი ბატონო. მოდით და გავიზიარო დრაგი. ძალიან მაგარი სკუტერი არის, რომ მაქსიმალური პოტენციალი, ასე რომ ვთქვათ, შეისწავლა სერგომ, სწორ მომენტში სწორი ტურბოს გახსნა და ასე შემდეგ. ესეთია ჩვენი შედეგი. აბა ეხლა დაგემშვიდობები და რა ვიცი, ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებთ. სერგო, ერთი ორიოდე სიტყვა. მოკლედ. GTR-ი არის რაღაც სასწაული რა, მაგრამ GTR-ის მერე ზე ყველაზე სწრაფი სკუტერი საქართველოში დღეობით დღევანდელი თარიღი არის ტევერან სუპრიმი ბაისაბა. მოჩა. ხო, ეს 9000 ვატამდე თორე ჩემპიონი აგერ არის. კიდევ ერთი ჩემპიონი. ნუ აი ესეთი მაგარი სკუტერები მეგობრებო საქართველოში უკვე ნელ-ნელა მრავლდებიან. და ნუ მოკლედ, всё, აბა დაგემშვიდობები და თქვენს გითხარით პატივცემულ ერთი ორიოდე სიტყვა. ძალიან კაი დრაგი გამოგვივიდა ოპერატორის შევითავზე და კი, დიდი მადლობა ჩვენ უფროს ძმა და მეგობარს. ხო, რო იცოდეთ, ასაკი შეზღუდული არ არის. ასაკი შეზღუდული არ არის. თან ღამის ხედებია და ძალიან ლამაზი გარემოა. ხო, ნუ მოკლედ აბა, უკვე დაგემშვიდობები და აბა თქვენიცით. გავიტი